ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. 4 ოქტომბრის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. თამარ ჩერგოლეიშვილის შემდეგ საქალაქო სასამართლოში გამოძიების კითხვებს კახა კვეკვესკირმა და ნადიმ ხმალაძემ უპასუხეს. მათი განცხადებით მათ ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის ხელწერილზე, კითხვები კი 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხებოდა. საქალაქო სასამართლოს და ანუკა ბუავას ჩართვათ ახლა პირდაპირ ეთერში ანუკა დეტალებს ვსაუბრებით შენგან. თამარ, გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი ორივე მათგანს მოაწერინეს იმის გამო, რომ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები იყოს დაცული და არ მოხდეს ამ ჩვენებების შინაარსის გახმაურება. რაც შეეხება თავად დაკითხვის პროცესს, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტების დაკითხვა საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით და შეკითხვები ეხებოდა 4 ოქტომბერს, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ვინაიდან ორივე მათგანი, როგორც კახა კვეკვესკირი, ასევე ნადიმ ხმალაძე იმყოფებოდნენ თავისუფლების მოედანზე, მაშინ, როდესაც იმართებოდა საპროტესტო აქცია. კონკრეტულად რა შინაარსის შეკითხვები ჰქონდა გამოძიებას, მათთან ეს არის უცნობი, ვინაიდან გაუთქმელობაზე ხელმოწერის შემდეგ მათ არ აქვთ უფლება, რომ ამ შინაარსზე ისაუბრონ. რაც შეეხება თავად მათ განცხადებებს, ბუნებრივია დაუსვით შეკითხვები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჰქონდა თუ არა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაცია ან კომუნიკაცია ან კავშირი ორგანიზატორებთან, მათ შორის დაკავებულ ორგანიზატორებთან, საუბარია პაატა ბურჭულაძეზე, ირაკლი ნადირაძეზე, პაატა მანჯგალაძესა თუ ლაშა ბერიძესთან, რაზეც ორივე მათგანმა დაადასტურა ახლო ურთიერთობა პაატა ბურჭულაძესთან, თუმცა ისინი ამტკიცებენ, რომ მათ არ იცოდნენ არაფერი სამოქმედო გეგმის შესახებ და მათ შორის ეს დაადასტურეს გამოძიების გამოკითხვის და საგამოძიებო მოქმედების დროსაც. მომაწერინეს ხელი გაუთქმელობას, რაც შეეხება ამ საქმის დეტალებს, ამის თქმის უფლება არ მაქვს. ზოგადად ვკითხეს, იმიტომ რომ ჩან ვარ ვიდეოში იმ დღეს, სცენასთან რო ვიყავი, არაფერში არ ყოფილვარ, არანაირ დაგეგმარებაში, ახლოსაც რა თქმა უნდა არ ვიცი არაფერი. პაატა ბურჭულაძესთან ვახლობ, მეგობრობ, რა თქმა უნდა, ქონდა ურთიერთობა, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად 4 ოქტომბრის საკითხს, ჩვენ არანაირ მე არ დამისვას არასდროს კითხვა, არც მას უთქვას ჩემთვის და ზოგადად რაც საზოგადოებამ და ხალხმა იცის, ის უცოდი მეც. კითხვები იყო ზოგადი, ჩვეულებრივად 4 ოქტომბერზე, იმის იქეთ არაფერი. ვიღაცებს ვიცნობ, არ ვიცნობ, აი ამ შემოიფარგლე. 4 ოქტომბერს ვიყავი რიგითი, ჩვეულებრივი, უკაცრავად, ჩვეულებრივი მონაწილე, როგორც ყველა. სახელმწიფო გუნდიდან დღეს ყველა იმ პირს მოუწოდეს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ, ვინც მონაწილეობდა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში და მათ შორის ჩართული იყო ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავების პროცესში. ამ ხალხის იდენტიფიცირების პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროში, როგორც იცით, გრძელდება და დღეს ქართულ ოცნებაში თქვეს, რომ ის მოვლენები, რაც განვითარდა 4 ოქტომბერს, მათ შორის ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაზე შტურმი, იყო საქართველოს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული და ეს იყო შეთქმულება, ქართული ოცნება ახლა გამოძიების შედეგს ელოდება და მათ შორის იმაზე, თუ ვის რა როლი ჰქონდა ამ პროცესში. არსებობს მაღალი ალბათობა იმის, რომ ვაჩო ახალაია და სხვა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები და ლიდერები იყვნენ აქტიურად ჩართული 4 ოქტომბრის საქართველოს და ქართული სახელმწიფოს დამხობის ოპერაციაში, რომელიც ჩავარდა ამ კუთხით, არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ გამოძიებას მიცეს ჩვენება და დაადასტუროს ეს გარემოება კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით. შესაბამისად, ყოველგვარი შევიარაღებელი თვალითაც საზოგადოებისთვის არის ნათელი, რომ იყო აქტიური კონსულტაციები, აქტიური მცდელობა, შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და დაემხოთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა, რაც ბუნებრივია საქართველოს სპეცსამსახურების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ქართული ხალხის მხრიდან გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების გამო ბუნებრივია არ შესრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, თავად საქმე კი რამდენიმე მუხლით არის აღძრული. ამ საქმის ფარგლებში საუბარია 4 ოქტომბრის მოვლენებზე. დაკავებული არის 5 ორგანიზატორი და აქციაში მონაწილე 46 პირი, რომელსაც ბრალდება სხვადასხვა მუხლით აქვთ წარდგენილი. მადლობა ანუკა ბუავა საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში.
მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოძიების კითხვებს უპასუხა თამარ ჩერგოლეიშვილმაც. ფედერალისტების ლიდერის გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით მისივე განცხადებას უკავშირდება. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მან თქვა, რომ 4 ოქტომბრის სცენარს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში განიხილავდნენ და პროცესში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილიც. ნებისმიერი გონიერი საქმეში ჩახედული. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, რომ ბაჩო ახალაია იყო ამ ყველაფერში ჩართული. უბრალოდ ეს ყველაფერი მე ვიცი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. პირველ რიგში ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავას, რაც მთავარი ანი ნადარეიშვილის, ბურჭულაძის საჯარო განცხადებებიდან და ნებისმიერი გონიერი საქმეში ჩახედული პროფესიონალი ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი იგივეს მიხვდებოდა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქმის კურსში იყო და ის რომ ამ ყველაფერს გაემიჯნა ზუსტად მაგშიშით არის მაგშიშით არის განპირობებული, რომ ბაჩო ახალაიას დაუკავშირდა ეს ყველაფერი. გაემიჯნა ის ამ ყველაფერს. ცოტა ხანში ბაჩო ახალაიასაც გაემიჯნა. წაიკითხეთ მისი პოსტები, წაიკითხეთ თინა ბოკუჩავას პოსტი, როგორ ეხვეწებოდა, რომ 4 ოქტომბრის ნაცვლად მხარი მისი აჯენდისთვის დაიჭირა და მე უყურეთ სააკაშვილი რას აკეთებდა. ან ახლა, ან არასდროს და ასე შემდეგ. ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გაუქმა. საქართველოს თარობის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა გაუქმდა კანოს საწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ილინა ვალტონენის ცრუ განცხადებების გამო. მართლგუნდში აცხადება, რომ მიუღებელია ფინელი მინისტრის მხრიდან იმ აქციის მხარდაჭერა, რომელიც გუშინ ლეგიტიმური მთავრობის დამხობაში მონაწილეობდა. ასევე მიუღებელია ვალტონენის დეზინფორმაციული განცხადებები, რომ იკრიბება ბევრი ხალხი და ეს მშვიდობიანი პროტესტია. მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას, რომ არ შეხვდეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და გაუქმდეს ეს შეხვედრა, რადგან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გუშინდელი ქცევა იყო პირველ რიგში ეთიკასთან და მორალთან შეუთავსებელი, რომ აღარაფერი ვთქვათ დიპლომატიურ კონვენციებზე, რადგან ის მივიდა და დადგა იმ აქციაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სცადა საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა. მე ვარ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არის საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი ეუთოზე. შესაბამისად, მე ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ შემდეგ საპარლამენტო ასამბლეაზე, როგორც შიდა საქმეების ჩარევის ძალიან უხეშ ფაქტს. ეს არის ლოგიკური ჯაჭვი და იმ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, რა პოლიტიკასაც ქართული ოცნება ახორციელებს ამ ქვეყანაში. ეს არის საქართველოს სრული იზოლაცია. ამ ქვეყანაში სრული ტემპით მიდის აბსოლუტური პოლიტიკური დეგრადაცია. ამიტომ ის რომ ამ ადამიანს ლანძღავს მთელი ქართული ოცნება დღეს, ეს არის ამ პოლიტიკის ლოგიკური ნაწილი. ჩამოდის აგერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყოველგვარი მანდატის გარეშე ეუთოსაგან და აკეთებს აი ამ პოლიტიკურ დემარშს. ექსტრემიზმის განვითარებისაკენ მოუწოდებს საზოგადოებას. წარმოუდგენელი რამ მოხდა. ასე რომ ის ფინელიც გავიხსენოთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, რომელიც გამოვიდა და საქართველოსზე ობიექტურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე პროცესები და არჩევნები. რა უქნეს, როგორ გადაუარეს. ასე რომ დასკვნები უნდა გავაკეთოთ მოცემული ფაქტებიდან. ფინეთის საგარეო მინისტრის ქმედებებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთოს თავმჯდომარემ დარღვია როგორც ქართული კანონმდებლობა, ასევე ვენის კონვენცია. ამით ის ქართულ ხალხს უჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს, რომ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი ცარიელი ფრაზაა. წერს შალვა პაპუაშვილი, რომელმაც ვალტონენის შესახებ განცხადება ბიუროს სხდომაზეც გააკეთა. ზუსტად ეს არის ის როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ხდება მათ შორის საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია და იარაღად გამოყენება ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ზუსტად ეუთოს თავმჯდომარეობის ფარგლებში იყო ვიზიტით ჩამოსული და ეს ვიზიტი გამოყენებული იქნა მისი მხრიდან იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა რადიკალური ჯგუფებისთვის. ერთი, ამას შეჩვეული ვარ, თუმცა მეორე პირდაპირ და უხეშად დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა და ამით დაარღვია ვენის კონვენციის 51 მუხლი. დღეს დილით ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან ოძისში და როგორც გუშინდან განცხადებებში, დღესაც ეს ნაბიჯი, ამ ნაბიჯით უნდა აჩვენოს სუვერენიტეტის პატივისცემა. თუმცა
რა ფასი აქვს ოძიში სუვერენიტეტის მხარდაჭერის განცხადებას, როდესაც სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე. ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახოს და გაანალიზოს ასეთი საქციელი, რაც უპირველეს ყოვლისა ევთოს როგორც ორგანიზაციას ურტყავს და მისი თავმჯდომარე მართალია არის ექს-ოფიციო თავმჯდომარე რიგითობის მიხედვით, თუმცა ზუსტად ამიტომაც ჩანს, რომ იყენებს ამ ინსტრუმენტს პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად. ხედავთ ჩვენ სამწუხარო ტენდენციებს, რომელიც აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ როცა საუბარი არის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე, ეს ზოგიერთის მხრიდან მოსჩანს როგორც ცარიელი სიტყვები, რომელიც მხოლოდ საბაბად შეიძლება გამოიყენოს სხვებთან სასაუბროდ, თუმცა თავად არაცნობიერებენ და არიზიარებენ თუ რას ნიშნავს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა და უპირველეს ყოვლისა ვენის კონვენციის პატივისცემა, რომელიც გუშინ ასე უხეშად დაარღვია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა ელჩმაც ასევე, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე. გარეგზალების გეგმაშიდა და უცხოელი აქტორების გამოყენებით მმართველ გუნდში საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულ თავდასხმაზე საუბრობენ. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ტყუილების გასავრცელებლად სალომე ზურაბიშვილს იყენებენ, რაც უცხოური ჯგუფების გეგმის ნაწილია. როგორც კი დავინახავთ უცხოელებს, რომლებიც ამ საძაგელ ტყუილს გაიმეორებენ, ყველა მიხვდებით, რომ ეს არის კოორდინირებული ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე, წერს პარლამენტის თავმჯდომარე. სალომე ზურაბიშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე პრაღაში გამართულ ფორუმზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით სცენარი ადგილობრივმა ძალებმა ოპოზიციის ნაწილის გამოყენებით განახორციელეს. რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მოდელირებული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, რაც აბსურდული იყო. ღობეები თავდასხმისთვის წინასწარ მომზადდა, სავარაუდოდ ადგილობრივი ძალების მიერ. სცენარის შესაძლოა ოპოზიციის ზოგიერთი ნაწილების გამოყენებით განხორციელდა, თუმცა მათ ეს სამაგალითო სცენარი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გაითამაშეს. და ეს მიზეზი საქართველოში არსებული წინააღმდეგობის მოძრაობის დისკრედიტაცია იყო. იმ მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობისა, რომელიც უკვე 319 დღეა ქუჩაშია. მას შემდეგ, რაც ეს მშვიდობიანი მოძრაობა ქუჩაში დგას, არც ერთი მანქანა არ დაუწვია, არც ერთი ვიტრინა არ დაუზიანებია. სალომე რა გვარიგავს დამოვიწყდეს? ზურაბიშვილი. ქაბატონი ზურაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და სამარცხვინო პრეზიდენტი იყო საქართველოს ისტორიაში. ის, რასაც ამ ქალისგან ველოდებით განცხადებს, მათ შორის როგორ ცდილობს, რომ გააშაოს ეს ქვეყანა. როგორც ცდილობს, რომ რადიკალებს რაღაცნაირად ესე იგი მხარდაჭერა აღუთქვას და ისე უსუსურად უარგუმენტოდ აკეთებს. ბოლო-ბოლო პრეზიდენტი იყავი შენი ქვეყნის. მართლმა პარტიამ დიდი ძალისხმევით აგერჩიათ. და მაინც აგრძელებთ საკუთარი ქვეყნის გაშავებას და დამონათებას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, უარგუმენტოდ და სიცრუის მოხმობით. ეხლა უკვე რომ გაამართლოს ეს ტრაგედიები, რაც მოხდა, ეს ახალგაზრდები როგორ ჩაიცვიეს ამ თემაში და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაადენინეს, იმის მაგივრად რომ გამოვიდეს დაგმოს და თქვას რომ ეს მიუღებელია, ეს არ უნდა გააკეთებინა, ვინც ეს გააკეთა არის ქვეყნის მტერი, გამოვიდა და ღობე იყო სუსტიო და ამიტომ ესე იგი არისო გონირული ეჭვი რომ ეს შეგნებულად გაკეთდა. ამას რო იტყვის. აი ასე ამას რო იტყვის კაბატონი პრეზიდენტად, რომელიც იყავი ამ ქვეყნის. ნუ რაზევი კომენტარსაც არ არის ღირსი რომ კომენტარი გავაკეთოთ ამ ქალბატონზე. საქართველოს ამბიციების შუა დერეფნის კონტექსტში არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-ი პრემიერთან ინტერვიუს აქვეყნებს. ირაკლი ყობახიძე აცხადებს, რომ ამაყობს ძლიერი პარტნიორობითა და საერთო ღირებულებებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. მისივე თქმით, MR გრუპის 6 მილიარდ 600 მილიონიანი ინვესტიცია ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. გამოცემა წერს, რომ 2024 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრად დანიშნვის დღიდან ირაკლი ყობახიძემ ქვეყნის კურსი ეკონომიკური ზრდისკენ მიმართა და მთლიანი შიდა პროდუქტი ორჯერ გაზარდა. საქართველოს მშვიდობიანი ქვეყანაა მკაფიო ხედვით და სტაბილურობის შენარჩუნების იდეისადმი ერთგულებით. ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ემარ ჯგუფის 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ხელშეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, რაც წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 1.5% შეადგენს. მოუთმენლად ველით ამ პროექტის განვითარებას. შეთანხმება ჩვენს კავშირებს აძლიერებს და არაბთა გაერთიანებული საამიროები შესანიშნავი მაგალითია იმ ქვეყნისა, რომლისგანაც შეგვიძლია ვისწავლოთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდა. 2021 წლიდან საქართველოში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.5%-ს აღემატებოდა. გასულ წელს 9.5% იყო, ხოლო წლევანდელი წელი 11.1%-ით დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თანმიმდევრულად ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის ტენდენციას. ვალდებულნი ვართ შევინარჩუნოთ ეს დადებითი ეკონომიკური ტრაექტორია. ეს ზრდა დადებითად მოქმედებს ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე. დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ სხვა პრიორიტეტებიც გვაქვს, რომლებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. როგორიცაა საქართველოს საერთაშორისო პოზიციის გაძლიერება და პარტნიორობის დამყარება. მრავალ ვიზიტს ვახორციელებთ მეზობელ ქვეყნებში და ფართო რეგიონში. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ზრდის ჩვენი დამაკავშირებელი ფუნქციის სიძლიერეს და ჩვენ მას ვიყენებთ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. გსურს, რომ საქართველოს ეს ფუნქცია გავაძლიეროთ შუადერეფნის კონტექსტში. ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო აქტივობების უზარმაზარი პერსპექტივა არსებობს, ძირითადად ჰიდრო, ქარის და მზის ენერგიაზე. მკაფიო გეგმა გვაქვს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველო ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით თვითკმარი გახდება, ხოლო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის საშუალებას მოგცემს ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში განვახორციელოთ. ჩვენ კარგად ვახერხებთ კორუფციის დაბალი დონის შენარჩუნებას და სხვადასხვა ინდექსის მიხედვით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს. ყველა ეს პირობა ქმნის შესაბამის სივრცეს პოტენციური ინვესტორებისთვის ბიზნეს საქმიანობის განსახორციელებლად. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ახალ საკანონმდებლო პაკეტს. ინიციატივა, რომლითაც კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ, სესიაზე პირველი მოსმენით მიიღეს. ცვლილებებზე, რომელიც 4 კანონში შედის, მანამდე ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, შემდეგ კი სხდომაზე იმსჯელეს. პარალელურად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა. ასე მეტი პოლიტიკური პარტია არის აკრძალული ევროპის მასშტაბით და სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს აღნიშნულ საკითხებზეც არაერთხელ ნამსჯელი. შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით გამორჩეულები სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიზნად ისახავს რეალურად კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების და ამ პარტიების პირების საქმიანობის აკრძალვას. მიზანი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაა. სამწუხაროდ საქართველოში 2003 წლიდან დღემდე, რასაც ადასტურებს საგამოძიებო კომისიის შესაბამისი დასკვნა, მოქმედებენ აგენტურის წარმომადგენლები, ყველაფერზე ხელმომწერი პირები, რომლებიც უხეშად არღვევენ და მუხლს და საფუძველს არ ტოვებენ საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც მას დარღვეული არ ქონდეთ და შესაბამისად პირდაპირ აკრძალვას ექვემდებარებიან ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლის შედეგად, დავთ რომ გაჯერებულია რეალურად ღალატის ფორმულა ადამიანებისგან მთელი პოლიტიკური ოპოზიციური ველი. რა თქმა უნდა, გარდა გამონაკლისებისა, მაგრამ აქ იგულისხმებიან იმ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში გაერთიანებული პარტიები, რომლებიც რეალურად არც პარტიები არ არიან, ისინი შექმნილი არიან ფურცელზე მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცმოძრაობის პატრონების დავალებების შეასრულონ. ცვლილებებს განსხვავებულად აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. ნაციონალური მოძრაობა ინიციატივას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მთავარი სამიზნე მათი პარტია. მართლგუნდში კი ამბობენ, რომ ისევე როგორც დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელიც იურიდიულად სრულად დასაბუთებული იქნება. ამ პარტიების აკრძალვაში არაფერი მოულოდნელი არ არის. მისი მთავარი სამიზნე რო ნაციონალური მოძრაობა, ეს ჩვენ მხოლოდ გვეამაყება. ნაციონალური მოძრაობა არ არის იუსტიციის სამინისტროს ქაღალდიან ბეჭედი, ეს არის ფასეულობები და ღირებულებები. ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, სულ რომ იატა ქვეშეთიდან მოგვიწიოს. სულ რომ სახელობითად ყველა მაგრძალოს. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, აკრძალვის შემდეგ დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ისედაც ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მაინც ფორმალურად დაველოდებით და ამის შემდეგ უკვე ეცოდინება საზოგადოებას რა ფორმით გააგრძელებს ნაციონალური მოძრაობა. ამიტომ ყველა დეტალი, რომელიც სარჩელში იქნება შეტანილი, არ უნდა ეფუძნებოდეს რაღაც ახლოს. ყველგან უნდა იყოს დეტალიზებულად მტკიცებულებები წარმოდგენილი. ამიტომ როგორც მაღალი რანგის იყო ის დასკვნა, რომელიც კომისიამ გააკეთა, იმაზე არანაკლები მაღალი რანგის იქნება იურიდიულად დასაბუთებული ეს სარჩელი. შეეხება
მოთხოვნა სასამართლო იმისთვის არსებობს, რომ ეს მოთხოვნები შეისწავლოს და რამდენად ადეკვატურია ეს მოთხოვნები კონსტიტუციასთან მიმართებაში ის გადაწყვეტოს. შეიძლება სრულად გაიზიაროს, თქვა საარჩევნში, შეიძლება ნაწილობრივ გაიზიაროს. ეს უკვე სასამართლოს საქმეა, ამას ვერ ვივარავდებ ახლა. ერთადერთი რასაც ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს იქნება უმაღლესი რანგის არაპოლიტიკური, არამედ იურიდიული დოკუმენტი. Deputatებმა დღეს პირველი მოსმენით მიიღეს მმართველი გუნდის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ეხება ცვლილებებს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში. გზის სავალი ნაწილის უკანონო გადაკეთვის, დროებითი კონსტრუქციის მოწყობისა და სახის დაფარვის შემთხვევაში სასჯელი მკაცრდება. ჯარიმა 15 დღიანი პატიმრობით იცვლება. 20 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ იმ პირებს, რომელთაც შეკრებისას თან ექნებათ იარაღი და პიროტექნიკა. პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა. მთავარი თემა იყო 4 ოქტომბრის მოვლენები, გარეგრძალების ინტერესები და ხელისუფლების დამხობის ჩავარდნილი სცენარი. მმართველი გუნდის წევრების შეფასებით გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომელიც 4-ში არა აქციაზე, არამედ საარჩევნო უბნებზე მივიდა. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, რომ გადატრიალების ვერ შემდგარი სცენარის მიუხედავად, მისი ავტორებისთვის გეგმა ისევ აქტუალურია. რომელიც მას როგორც მერს 4 ოქტომბერი იყო დემოკრატიის ზეიმი, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ყველაფერს წინ უძღვროდა მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებისკენ, მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ, ხედავდით მხარდაჭერას გარედან, ირიბს და სამწუხაროდ ვიხილეთ პირდაპირ მხარდაჭერა გარედან სახელმწიფო გადატრიალების წინასწარ დაანონსებული შეკრების მიმართ, მაგრამ დემოკრატიამ გაიმარჯვა და ქართველი ხალხი გავიდა არა 4-ში 4 საათზე ქვეყნის გადასატრიალებლად, არამედ გავიდა 4-ში 8 საათიდან საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოლიტიკური ნების დასაფიქსირებლად. გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, დამარცხდნენ ისინი, რომლებიც ქვეყნის გადატრიალებას, ამ ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნებას აპირებდნენ. 4 ოქტომბერი ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი საფრთხე აიცილა, თუმცა ის რომ ეს საფრთხე რეალურია და ქვეყანაში გადატრიალების გეგმა კვლავ არსებობს, ამას ადასტურებს იმავე დღეს სულ რამოდენიმე წუთში გაკეთებული სხვადასხვა ევროპარლამენტარების განცხადებები, გამოქვეყნებული პოსტები და ასე შემდეგ და სამწუხაროდ ასეთი გეგმა კიდევ ჩანს და როგორც ჩანს ახალი თარიღიც უახლოეს პერიოდში იქნება ხელახლა გაცხადებული. ამ არჩევნების წინ ჩვენ დაგვიყენეს 2 ულტიმატუმი, რომ თურმე უნდა გაგვეწვია 2 კანონი. ერთი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ეს არის გამჭვირვალობის უმარტივესი კანონი და თურმე გაუმჭვირვალე უნდა იყოს ის თანხები, რაც ერიცხებათ ლომჯარიას, გიგაურს და შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა გაცილებით მკაცრი ფორმით ეს კანონი დიდ ბრიტანეთში. ხოლო მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ, მიიღო საფრანგეთმა, კანადამ და კიდე სხვა მრავალმა ქვეყანამ. ხოლო მეორე ულტიმატუმი იყო, რომ თურმე უნდა გაგვეწვია ის კანონი, რაზეც მთელი ერი ვთანხმდებით, რომ არის უმნიშვნელოვანესი ანტი-LGBT პროპაგანდა კანონი, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის კანონი და აქაც რაღაცას ნარატივი წამოვიდა ის იმგვარი, რომ თითქოს ქართული ოცნების რაღაცა მოგონილი თემა არის, რომ ეს საფრთხეები არსებობს სოფლიოში. მე მგონი ევრობიუროკრატებმა ჩვენი ერის ისტორია არიციან, ჩვენი ხასიათი არიციან, ჩვენი იდენტობა არიციან. ქართველებმა დაახლოებით 17 საუკუნის წინ მოახდინეთ იდენტიფიცირება ჩვენს სულიერ თავგადასავალთან და ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა. ეს არის ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. და ჩვენ ამას კბილებით ვიცავთ. არც ერთი ნაბიჯი უკან, მარტო წინ. სესკომ ოფიციალურად შეაჯამა თბილისის მერის და საკრებულოს არჩევნების შედეგები. კახაკალაძემ ამ უმრჩეულ თანხმების 71.72%, 215.363 ხმა მიიღო. საკრებულოში მანდატები ასე გადანაწილდა. ქართული ოცნება 20 გირჩი 2 ძლიერი საქართველოს ლელო 2 კონსერვატორები საქართველოსთვის 1. მაჟორიტარული წესით 25-ვე მანდატი მართლმა პარტიამ მოიპოვა. ახლად არჩეული მერებისა და საკრებულოების წევრების უფლებამოსილება 29 ოქტომბრიდან შევაძალა. დღეს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერის და საკრებულოს არჩევნები შეაჯამა. არჩევნები ასევე შეაჯამა საოლქო საარჩევნო კომისიებმა კანონმდებლობის მიხედვით ახლად არჩეული მერებისა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ვადა იქნება 29 ოქტომბრიდან. არჩევნები გაიმართა 7 წყნარ გარემოში. ამ უმრჩევლებს არჩევნების დღეს არ ქონიათ შეფერხება საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები იყვნენ მომზადებული მაღალ დონეზე
იმისათვის, რომ შესაბამისი სერვისი მიეწოდებინათ ამომრჩევლებისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მაღალ პროფესიულ დონეზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები ყოფილიყო. სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველოს ევროპის საუკეთესო 20-ში მე-13 ადგილს იკავებს. ინდექსი ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნდა. საქართველოს მაღალი შეფასება მიიღო და მსოფლიოში 27 პოზიციაზე გავიდა. მსოფლიო რეიტინგში საქართველოს უთანაბრდება ბელგიას უსწრებს დიდი შვიდეულის ორ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 21 სახელმწიფოს. დაისვა ორი კითხვა, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა მთავრობის, ფიზიკური პირების და კომპანიების გავლენისგან და რამდენად ეფექტიანია კომპანიებისთვის სამართლებრივი და სასამართლო სისტემები დავების მოგვარებაში. აქ არის სტატისტიკაც მოყვანილი სტრასბურგის სასამართლოში მიმართვები, გამამართლებელი გადაწყვეტილებები და პრაქტიკულად ის საჩივრები, რომელიც სასამართლოს მიმართ გააჩნია კონკრეტულ ადამიანებს, დაზარალებულებს, ვისაც მიაჩნია, რომ არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დანარჩენი საუბრები, განცხადებები, რომ სასამართლო ვიღაც ინტერესებს ემსახურება, აი ესეთი პრაგმატული ანალიზის განხილვის საგანს არ წარმოადგენს. აქ არის პოლიტიკის მიღმა გაკეთებული საექსპერტო შეფასება საქართველოს სასამართლოსი და მისასალმებელია, რომ ჩვენ მართლაც მოწინავე პოზიციებზე ვდგევართ ამ მიმართულებით. ასე რომ ეს ინსტიტუტი არანაირად არ ითვალისწინებს რაღაც პოლიტიკურ სურვილებს კონკრეტული ადამიანების, აფასებს რეალურ ვითარებას, სტატისტიკას და გარდა ამისა რეალურ პროცესებს. წინასწარი პატიმრობა შეეფარდა იმ სამ პირს, რომელიც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ისლამურ სახელმწიფოსთან შესაძლო კავშირში მყოფი პირები მათ საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს, ფეთქებად ნივთიერებებს, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას. დღეს პროკურორმა დაადასტურა, რომ ამოღებულ ნივთიერებებს შორის არის ჰექსოგენიც. არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალდებას, რაღაცები გაჟღერდა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ის პროცესუალური დარღვევები, რა პროცესუალური დარღვევებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, ყველაფერი პირდაპირ მტკიცებულებებით დაცვის ხარის მხრიდან იქნება დადასტურებული. ჩვენ გქონდა საწინააღმდეგო არგუმენტები, რომ არანაირი მიმალვას მოწმეებზე ზემოქმედებას მტკიცებულების განადგურებას ადგილი არ ექნებოდა, ეს იყო დასაბუთებული, რადგანაც ჩვენი დაცვაში არის საქართველოს მოქალაქე, ყავს ოჯახი არის დასაქმებული. ჭიდროდ არის დაკავშირებული სამომწარმოების ქვეყანასთან. სახლების ჩხეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა, ვაზნები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და მათ შორის ფეთქებადი ნივთიერება ჰექსოგენი. აღნიშნული დადასტურებული იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით. საქმეში წარმოდგენილი არის საცხოვრებელი სახლის ჩხეკის ოფები, რადგანაც თითოეული ბრალდებული სანდასებით მოხდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლების ჩხეკა. და აღნიშნული საცხოვრებელი სახლებიდან, მათი საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებული იქნა სწორედ ეს კანონსაწინააღმდეგო, ვარსაწინააღმდეგო შეძენილი ტყვიები, პისტოლეტები, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. გამოძიება გარდა საცხოვრებელი იარაღის შეძენა შენახვის ასევე მიმდინარეობს ტერორიზმის მუხლით, შესაბამისად, რა თქმა უნდა, გამოძიების მიერ გრძელდება კავშირის დადგენა როგორც აღნიშნული პირების, ასევე ამოღებული ნივთების ტერორიზმთან დაკავშირებით. საკალათო სასამართლოში ლევან ჯანგოლაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გელა უძილაურის პროცესი გაიმართა. დღეს ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა. წინა პროცესზე უძილაურმა დუმილი დაარღვია და აღიარა, რომ ჯანგოლაძის მან ესროლა, თუმცა მოტივად პირადი წყენა დაასახელა. მკვლელობა 14 მარტს ჭავჭავაძეზე მოხდა, გელა უძილაურს ანგარებით შეკვეთით მკვლელობაში ადანაშაულებენ. საქმეში არ დევს არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს გელა უძილაურის მიერ შეკვეთით და ანგარებით ლევან ჯანგველაძის გაზაფხულობის ფაქტს. ის რომ გელა უძილაური გადაადგილდებოდა გარკვეულ ტერიტორიებზე, ან თუნდაც ჰქონდა ვინმესთან ნაცნობა, არ ნიშნავს, რომ მასთან მათ გააჩნდა დანაშაულებრივი კავშირი. აღნიშნულთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობით ვაცხადეთ, არ არსებობს არანაირი სახის მტკიცებულება. იყო შემთხვევები, როდესაც მას გიორგი ჯოხაძისგან ხელფასი ერიცხებოდა, თუმცა მას არ გადაუმოწმებია და არის კონკრეტულად ვინ ურიცხავდა თანხებს. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც თანხა ერიცხებოდა საბანკო ანგარიშზე, გამოჰქონდა და აძლევდა გიორგი ჯოხაძეს. ბრალდების ხარე განმარტავს, რომ შეკვეთით და ანგარებით ჩადენილი მკვლელობის გამოძიება
როგორც ასეთი არის რთული მტკიცებულების მოპოვების კუთხით. თუმცა გამოძიებამ ამ საქმეში ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ მოგროვებულიყო ის მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შეკვეთით და ანგარებით კოლობას. ამიტომ დღეს მიმოვიხილეთ როგორც ვიდეო მასალა, გამოვიკლეთ წერილობითი მტკიცებულებები, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, დეტალური ამონაწერი ტელეფონის ნომრებზე, გადაადგილებები, მარშრუტები და საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ გელა უძილაურს არავითარი ნაცნობობა არ ჰქონდა ლევან ჯანგველაძესთან, არავითარი პირადი კონტაქტი არ ჰქონდა, არავითარი დაპირისპირება არ ჰქონდა, მან შეკვეთით და ანგარებით ჩაიდინა განზრახ კვლევაში. მოსამართლეს მიუმართეთ ბრალდების მხარემ შემდეგი სიტყვებით, რომ გარანტი უნდა იყოს მოსამართლეს სასჯელთან მიმართებაშიც, რომ არავითარი დანაშაული არ უნდა დარჩეს დაურჩენი. მაშინ, როდესაც ბრალდებულს შეუძლია ანგარების მოტივით სრულიად მისთვის უცხო ადამიანის შეკვეთის საფუძველზე მოკლას, სასჯელი უნდა იყოს უმკაცრესი უვადო თავისუფლების აღკვეთა. ბატონი საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შემდგომლობა აღკვეთის ღონისძიების 50,000 ლარიანი გირაოთის შეცვლის თაობაზე. გამოძიება კურტანიძეს ყოფილ ცოლზე ძალადობას, ნივთის განზრახ დაზიანებას და ურდერით გათვალისწინებული ვალდებულებების გაუთვალისწინებლობას ედავება. დღეს ბრალდებას კიდევ ერთი ახალი მუხლის საკუთრების უფლების დარღვევა დაემატა. ბრალდებულმა სხდომაზე დანაშაული მხოლოდ ერთ ეპიზოდში ძალადობის ფაქტზე აღიარა. განცხადება გავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტელეკომპანია იმედის და ჰოლდინგში შემავალი არხების მაესტროსა და GDS-ის მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიჩა. სუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება. ნათქვამია ტექსტში. უყურებთ კურიერს 6 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში უბრუნდებით. თელ-ავივი ჰამასის ხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. გაეროსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცხედრები დაბრუნებული ამ დრომდე არ არის, რის გამოც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება განახილდება. ამ განცხადებიდან მალევე ტერორისტულმა ორგანიზაციამ წითელ ჯვარს 4 ცხედარი გადასცა ისრაელის ინფორმაციით ერთ-ერთი მძეველს არ ეკუთვნის. შეთანხმების მიხედვით ისრაელს 28 ცხედარი უნდა გადასცემოდა. ამავე დროს ჰამას განიარაღებისკენ მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ თუ დაჯგუფება იარაღს არ დადებს ამას, ჰამას ამერიკა იძულებს. სამსადენიერი და წყლის ჭავლი გამოიყენა პოლიციამ ბრიუსელში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. მასშტაბური გაფრთხილება და აქციები ბრიუსელსა და ბელგიის სხვა ქალაქებში ქვეყნის პრემიერის ინიციატივას უკავშირდება, რომელიც საპენსიო და ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას გულისხმობს. დემონსტრანტები კვამლის ყუმბარებს ისროდნენ, რის შემდეგაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი. გაფიცულთა შორის არიან აეროპორტის თანამშრომლებიც, რის გამოც ბრიუსელში ყველა ავიარეისი გაუქმდა. 22-23 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიებას, რომელიც პრემიერის პატრონაჟით გაიმართება, 200-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და მთავრობის წევრები. ფორუმს ირაკლი კობახიძე გახსნის. ორდღიანი ღონისძიება დაეთმობა ძირითადად იმ საკითხებს, რომელიც ხელშეუწყობს საქართველოს პოზიციონირებას შუადერეფანში. შუადერეფანში საქართველოს როგორც მოგეხსენებათ, გახლავთ ერთ-ერთი მთავარი გასასვლელი, როგორც ევროპისთვის, ასევე აზიის ქვეყნებისთვის და ამ კუთხით მნიშვნელოვანი არის საქართველოს როლის წარმოჩინება კიდევ ერთხელ ამ ფორუმის ფარგლებში. პლენარულ სესიებზე განხილული იქნება დღეისთვის განსაკუთრებით აქტუალური მიმართულებები, როგორებიც არის საერთაშორისო ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, შუადერეფნის განვითარება, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებს. საზოგადოება ივერიის კულტურის სამინისტროს გადასცა მის საკუთრებაში არსებული ქართული ქრისტიანული კულტურის ცენტრ მუზეუმის დიზაინის პროექტი და მასთან დაკავშირებული ყველა უფლება. ხელშეკრულებას ხელი კულტურის მინისტრმა და საზოგადოების თავმჯდომარემ მოაწერეს. მახათას მთაზე ცენტრ მუზეუმის დიზაინის შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსი 2019 წელს ჩატარდა.
მადლობა მინდა გადაუხადო საზოგადოება ივერისა საქართველოს მთავრობის ფარგლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და რასაკვირველია პრემიერის ადმინისტრაციასთან ერთად დავგეგმავთ შემდგომში ამ პროექტის სრულ განხორციელებას. ვფიქრობ, რომ ბევრი მხარე იქნება ჩართულები იქნებიან მეცნიერები, ხელოვანები, უსათუოდ და მთელი ქართული საზოგადოება. ჩვენ ვფიქრობ, რომ ერთობლივად შევძლებთ, რომ ძალიან საინტერესო სამეცნიერო და კულტურული ცენტრი გავხსნათ. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა ხდება, როცა ესეთი ტიპის პროექტებზე, ანუ ჩვენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებზე მონაწილეობს ქართული საზოგადოება, საქართველოს სახელმწიფო და ჩვენი ეკლესია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ იმედს გამოვთქვავთ, რომ ეს პროექტი მალე განხორციელდება და საშუალება მოგვეცემა ჩვენ მთელ საზოგადოებას ახლებურად ვიხილოთ ჩვენი მემკვიდრეობა. გარდაბნის სოფელ ლემშვენიერაში საბავშვო ბაღი გაიხსნა. შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ბაღი 100 ახსაზრდელზეა გათვლილი. მოიწყო სასწავლო, სათამაშო, დასასვენებელი და ადმინისტრაციული ოთახები. პროექტი სახელმწიფომ 3.200.000 ლარით დააფინანსა. საკმაოდ მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა საბავშვო ბაღის, ნომერ პირველი საბავშვო ბაღის, სადაც 100 ახსაზრდელი შეძლებს განათლების მიღებას. რაც შეეხება თვითონ ქვემო ქართლის რეგიონს, 24 მიმდინარე პროექტია ამჟამად საბავშვო ბაღების. ჯამში 2025 წელს უკვე ფონდმა დაასრულა 20 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია და კიდევ 60 დასრულდება წლის ბოლომდე. რეაბილიტაციის შედეგად 100-მდე ახსაზრდელი მიიღებს აქ სრულიად კომფორტულ, სტანდარტულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში განათლებას. ეს იქნება ადაპტირებული როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ასევე ნებისმიერი იმ ადამიანისათვის, რომელიც აქ მომზადდება. 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი გაიხსნა ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშიც. მოიწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები. ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდმა აშენა. პროექტის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზუგდიდში მესამე საბავშვო ბაღი გავხსენით. ჩვენი ახსაზრდელები უკვე მიიღებენ განათლებას ახალ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ ბაღებში. უახლოეს მომავალში ჩვენ კიდევ რამოდენიმე ბაღს გავხსნით. ჩვენი და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. სოფელ ოდიში ავაშენეთ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ძალიან მაგარი საბავშვო ბაღი. ძალიან გავახარეთ ამ სოფლის მოსახლეობა, ბავშვები ყველანი და ეს ბაღი არის ზუგდიდში ერთ-ერთი გამორჩეული ბაღი, ვინაიდან თავისი მასშტაბით, თავისი აღჭურვით, თავისი ხარისხით ყველანაირად გამორჩეული საბავშვო ბაღია. მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ზუგდიდის მერიას ამ შესაძლებლობისთვის და მოსახლეობას აქვს ნამდვილად უნიკალური საბავშვო ბაღი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშის საბავშვო ბაღის ახსაზრდელები იყვნენ ძალიან ცუდ პირობებში. ოდიშის საბავშვო ბაღი იყო ძველ კოოპერატივის შენობაში ახსაზრდელები. შენდა ახალი საბავშვო ბაღი, იყო ერთჯგუფიანი ბაღი, გახდა ორჯგუფიანი ბაღი. თბილისში iGaming-ის კონფერენცია გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა ევრაზიის, ევროპის და ამერიკის წამყვანი კომპანიებიდან. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიებიც, რომლებმაც საკუთარი პროდუქცია წარმოადგენს. საერთაშორისო ღონისძიება სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ალესანდრო ნესტამ გახსნა. ყოფილმა ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიებშიც. როდესაც სხვა ქვეყანაში ვიმყოფები, განსაკუთრებულად მსიამოვნებს ჩემი გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებთან. ყველაფერი ძალიან კარგად არის ორგანიზებული, ბევრი ადამიანი, პოზიტიური ატმოსფერო, საინტერესო საუბრები. ეს ყველაფერი ერთად ქმნის საოცარ გამოცდილებას, რომელიც დიდხანს გამყვება. შესანიშნავია. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ესე იგი მესამეჯერ მასპინძლობს უკვე თბილისი SBC ევრაზიას სამიტს. დაახლოებით 25 ქვეყნიდან გვყავს ჩვენ დელეგატები ჩამოსული. დაახლოებით 3000-მდე დელეგატი არის დარეგისტრირებული, საიდანაც სადღაც 50% არიან უცხოელი დელეგატები. ძალიან მნიშვნელოვანი არის სექტორის ჩართულობა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ გეიმინგიდან და სპორტიდან სხვადასხვა მიმართულებებით არის ძალიან ბევრი კომპანია წარმოდგენილი.
წარდგენილი, მათ შორის საქართველოდან. ეს ღონისძიება ყოველწლიურად იზრდება, ხოლო რეგიონში დაინტერესება მუდმივად მატულობს. სამიტი გვაძლევს შესაძლებლობას უკეთ გავიცნოთ საინტერესო და სწრაფად განვითარებადი ბაზარი. ძალიან კმაყოფილები ვართ მონაწილეთა აქტიურობით, დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანი საინტერესო გამოცდილებას დააგროვებს. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2 წერტილი ჯიკური ერკი გემშვიდობებად 9.